ერთი ძალიან კარგი წიგნია, გრინი არის მე მგონი ავტორი, ზუსტად არ მახსოვს. ძალიან ხატოვანი სათაურია, unfuck yourself, get out of your head and into your life. ძალიან საინტერესო ის არის და ეს ადამიანი 7 მავნებელ self-talk-ს ელაპარაკობს და ერთ-ერთი მავნებელი self-talk არის ერთი თავი არის, რომ we are addicted to certainty. ანუ ჩვენ გვინდა ვიცოდეთ ხვალ რა იქნება, გვინდა ამინდი ვიცოდეთ, გვინდა ფინანსური ნაკადები ვიცოდეთ, პოლიტიკური ისა და certainty არ არის ამ პლანეტაზე, ეგ არ არის მოცემულობა. საიდანაც მოვიტანეთ ეს certainty, რომ მე ისე ჭკვიანი ვარ, რომ მეცოდინება ხვალ რა მოხდება, შევიქმნით მოლოდინები ამ ჩვენი prediction-ებიდან გამომდინარე, მერე ვიტანჯებით ესე. იგი წამდა უცում, ხო? ბიზნესში ძალკე ვიტანჯებდეთ. ამიტომ მე მგონია რომ ერთი პრეზენსია და პრეზენსი უკვე შედეგია, ოღონდ პრეზენსი კი არ არის, გადაწყვეტილება არის, რომ it is what it is. აი ხა მე მოვდიოდი შენთან პოდკასტში დღეს, რა ვიცი, როგორ გითხრა, არანაირი მოლოდინი თქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ხა საშას ველოდი და საშას მე ვიცნობ და მაქვს პოზიტიური ისინი ემოციები მასთან, მაგრამ რავი, როგორ წავა ეს საუბარი, ისე წავა და როგორი მიკროფონიც იქნება, ისეთი იქნება და როგორც გამოვა და როგორ ენერგიაზეც ვიქნები, ისეთზე ვიქნები. ერთი რაც დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამა მოიტანა, რომ აი ახლა მე და შენ რო აგვზივართ, აი დღეს რომ მოგვიანებით ლექცია მაქვს, იმაზე საერთოდ არ ვფიქრობ და არც ვიფიქრებ, გუშინ რაც მოხდა ეს ეგ რთული დღე იყო, არ ვიფიქრებ და არც იმაზე, რა ვიცი, მე Middle East-ზე და არც ჩემ მეგობრებზე და მილიონი პრობლემაა, ხო? ასე რომ პრეზენსი არის სუპერ თული, მე ვიტყოდი რომ სუპერ პაუერია ნამდვილად, მაგრამ ის არის შედეგი მგონი იმისი, რომ ჩამიებარო ცხოვრება, ზუსტად როგორც ჩვენ თქვი მიენდო რა და რაც იქნება ის იქნება.